გამარჯობა მეგობრებო, როგორც ყოველთვის მე თქვენ ხარ გიოა დღეს ჩვენ გადავიღებთ Arise Crossovers. ეს თამაში არის გამოშვებული ანიმეზე Solo Leveling და Solo Leveling-ის თავარ გმირზე Son Jinwoo მისი თავარი ძალა ვინც ამ ანიმეს უყურებდა ყველაფერს მიხდება და ვინც არ უყურებდა ჩემი ბრალი არა კარგი, ეხლა განახებთ ამ places ფუნქციას. ჩვენ უნდა მოვკლათ აქანე NPC, მაგალითად Sondo და ჩვენ მას რომ მოვკლავთ, ერთ ახლა მოვკლავთ. ახლა ჩვენ რომ მას მოვკლავთ, რას მივიღებთ მისგან. ეს არის ერთ-ერთი პოპულარული თამაში Roblox-ში. და ერთ-ერთი კარგი მაპი Solo Leveling-ზე. თავარი გმირის ძალა შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ place-ში. ჩვენ რომ მოვყავთ NPC-ს, გაგვიჩნდება ვარიანტი. გავსწროთ თუ ავიღოთ მისგან ერთი გემი. პირველი ვარიანტი არა, მეორე არა, მესამე არა ვერ გავაჩინე. ვერ გავაცოცხლე. მესამე ლეველის იყო, არ ამგონი ხა მეხუთე ლეველი დავჭერე თუ მესამე ვერ ვქენი, ვერ გავაცოცხლე. აქაც მეხუთე. მეოთხეს მოვკლავთ ალბათ. კარგი, ხა ეს მოვკლავთ. აქანი არის DPS-ი, ჩვენი ურონი, კიდე დამაგი რაც წავაკელით mobs და აქ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ჯარი. და როგორც თავარი გმირი აკეთებდა ანიმეში. კარგი, ჯერ უნდა მოვკლავთ კიდევ ვინმე, აქ კიდე არის ფული და ოქრო და შეგვიძლია გავტეხოთ ამისისა და ავიღოთ ოქრო რა თუ კრისტალი და გავაცოცხლეთ პირველი ჩვენი მეომარი ჩვენ ჯარში Sonda. ეხლა ჩვენ როგორ გამოვიყენოთ ეს უბრალოდ აგერ ხვალათი ატაკ ვაწევთ ამ ატაკს და მიდის და ურტყამს და კიდე მას აქვს სუპერ ძალა და რანგი. მისი რანგი არის წე და ლეველი მეოთხე ლეველი და დამაკი ყველაფერი აქ გვიჩნდება. ძალიან მაგარი place-ია, ცოტა ხნის უკან განახლდა. კიდე მისი გაყიდვა შეგვიძლია ხოთ მისი დამაგით შეგვიძლია სახელი შეუძლო, მაგრამ სახელს არ შეუძლია. კარგი. აქ კიდე არის სხვა NPC-ები, რომელსაც აქვს მათი ლეველი და მათი რანგი. ეს არის Solo Leveling-დან ჩადუქარი ყველაზე ძლიერი მქონი. არა, ეს ყველაზე ძლიერი არა. და აგერ იმით ჰანტერების თავარი არის გონში ძალიან ძლიერია. ანიმეში ჩვენ მისი ძალა ნახეთ. ვინც მანგას კითხულობდა Solo Leveling-ს, ის მიხვდება ვინ პერსონაჟია და მანგის გარეშეც ვინც ანიმეს უყურებდა, ახლა მეორე სეზონი გამდის, იმასაც მიხვდება ეს კაცი ვინაა და რა შეუძლია. იქ ერთ-ერთი მთავარი ადამიანია. Solo Leveling კარგი ხანი არ მიყურებია, მარტო მანგას ვკითხულობდი და ეხლა არ ვიცი რა სერიები გამოვიდა რომ გითხრათ ყველაფერი. კარგი, ეხლა ამის მოკლაში დავეხმაროთ Sondas და ალბათ ჩვენ ჯარში ამას ავიჭერთ და გვეყოლება სიძლიერისა. ამ Sondas აქ მისი ლეველი შეგვიძლია ვქაჩოთ გონიოთ და 5 ლეველამდე, იმიტომ რომ E-რანგისა და E-რანგის ყველა მობებს ვქაჩოთ 25 ლეველამდე და ეს სხვა მობებს, სხვა NPC-ს რომელსაც მოვუჩვენოთ უფრო დიდი რანგის, ისინი უფრო დიდ რანგის დიდ ლეველზე შეგვიძლია ავქაჩოთ. ძალიან საინტერესო თამაშია, კიდე არის სხვა ლოკაციები, სადაც სხვა ანის პერსონაჟებია. კიდევ ერთი, ისეც E-რანგისა. და ეხლა დავტესტოთ ამ მესამე ლეველის წინააღმდეგ ეს ორი. ამის სუპერ ძალა მაინტერესებს როგორია. გიგონება ეკრანს ანდრევს. ამას რაღაც უფრო ადვილი და უბრალოდ მუშტებს ურტყამს სწრაფად. კარგავთ, ამასაც ავიღებ ჩვენ ჯარში. არა. კი ავიღეთ. სამ მართლაც რაღაც უკვე 3 მყავს. კარგი, აქ კიდე შეგვიძლია ვიყიდოთ იარაღმალი, რაღაც ჯოხები შეგვიძლია ვიყიდოთ 80, 182, 80. აქ ყველა ლოკაციაზე არის მისი იარაღები. აქ კიდე შეგვიძლია ეს მოკლათ პირველ ლეველის, მაგრამ ეს აღარ გვჭირდება უკვე.
ავიღეთ, კაია. კაი, ყოლს აქ მაქსიმალურად რა არის? Dungeon. აქ კიდე დუნჯენებისა კიდე კარგია. კიდე მოდით მოვუყოთ ესე და შევცვალთ იმაში. Disland. Disland. კარგი, არ ვიცი. რა ხდება რაღაც ივენტები იყო, არ ვიცი. ეხლა შემოითამაშე და ეხლა ვერ ყოვემართო. კაი, კიდე სხვა ისე უკვე. მეათელო ძალიან ბევრს ვცოცხლე, ხმას ვერ მოვკლავ მე ჯერ. გთხოვთ მეგობრო და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ავიდეთ 100 გამომწერამდე. და მაგამდე მე შევეცდები რომ დავდო ბევრი ვიდეო, მაგრამ ახლა ის რაღაც ვერ დებდი, იმიტომ რომ არ მეცალა და ეხლა რაღაცას ვდებ და ვაკეთებ. კარგი. რა ვიღე? ავიღე. ძალიან მიმართლებს ეკვიპებს და ეს გავყიდოთ. რომელიც ეს რო კარგი მაშინ მომდის. ამის კარგი გვჭირდება და გავყიდეთ, всё. კიდე რაგები გვაქვს ახლა კარგი. ახლა 6 ლეველი ისე კარგი, ახლა ის ავიღოთ, მაგრამ ძალიან ბევრი ცოცხლი აქვს. კარგი არა აუშავს. არა აუშავს, ძალიან ბევრი ცოცხლი აქვს. 1100 აქვს. ძალიან ბევრი აქვს, კარგი წავიდეთ, დავიყვანოთ ჩემი ისინი. პატის მოკლათ. მაგრამ ასაც ვერ ცოცხლი. კარგი, მასწავლად მოკლათ, ასე ცოცხლი ცოტა ძალიან ძლიერი ჯარი მაქვს. აქ მარტო ჯარში ვგავგდოთ 4 ადამიანს, მაგრამ იქ კიდე რობუქსები შეგვიძლია 7 იყოს, მაგრამ რობუქსები არ ხამიდმაც 4 თუ იყო, მაგრამ რობუქსების გარეშე შეგვიძლია აქანე რაღაც თამაშის ვალუტით ვიყიდოთ ტიკეტები და ძალიან ძვირი ღირს. კარგი, ჯერ ახლა შევედით და გეიმპასები არ გვჭირდება. ეხლა ეს ჯარის ისა ეს გავყიდეთ. კარგი, ხა ვიყავ ჩვენი პირველი იარაღი. ერთად, მაგრამ 400 ავაგროთ და უფრო კარგი ვიყიდოთ, იმიტომ ახლა 1000 ჯერ ხომ არ ავაგრობ 400-ს. მაგრამ პირდაპირ 400 ავაგროთ. კარგი, ხა ეს მოკლათ. ძალიან მარტო ვთქვათ, ძალიან მალე ავიქაჩეთ რაღაც. ანუ ეს თამაში მგონი ძალიან რომ ამ თამაშს ძალიან მალე დავხურავ. ძალიან ადვილია რაღაც. გაჩვეუბრალობთ იმაშობი და ამას ძალიან ადვილია და всё, გვერდს მეკვიპეს და ხანი არაფერი. მე7 მე 8 ლეველი და მე10 მე9 და მე8. აი, ამას მოკლავ პროცესად წავშლი. და ფუნქცია მე ამით და 400, 500 იქნებთ 400 იქნება. ნახოთ და კიდე მივიდეთ 400 ხო, საყიდო. და სიზო არ მომწონს. და აქ სადა აგერე ეკვიპ და 15 და მაგი დამოტებითი. ეს უკვე ხედავდი. იქ დაიწყო ნახოთ მე რამდენს ვაკლებ. ჩემი ჯარის ნახტეკ ჩემი ტიპებში ნახტეკ მე ძალიან სუსტი ვარ. კარგი, ავიქაჩები ჩვენ ძალიან ძლიერი ახსოვეთ კიდე არა, ამას არ შევეცდები. ძალიან ძლიერია, ძალიან ბევრი ცოცხლი აქვს. კარგი, მოდი ახლა ეს ამას ალბათ დახმარებით და 4 რომ მყავს უკვე ძალიან მალე მოკლავთ. 7000 უნდა გვჩავიყვანეთ, კარგია. ძალიან უმწოთ ეს პლეისი, ანუ პირდაპირ შევედით და რაღაცა ვიკაჩი კარგად. მოვიხადე უკვე რაღაცნაირად, მაგრამ არა მგონია რომ ხა ძალიან დიდი ისა პირველი მე თამაშებად ყველა ასე არის, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ თამაში იყოს ესეთი ადვილი. შეუძლებელია რომ ეს თამაში იყოს ესეთი ადვილი, იმიტომ რომ რაც იმდენი ადამიანი თამაშობს, აქ ძალიან ადვილი არ იქნება 100%-ად. რაღაც სირთულეები აქ იქნება 100%-ად. კარგი, ისე დაწყებითში, ანუ ეს თამაში რომ ახალია, ისე ტექსტურები კარგი აქვს. ახალი თამაში რომ ძალიან კარგი, ან კარგი ტექსტურები აქვს. კარგი აქანია გიფტები, აქ შეგვიძლია აპდეიტები, ან განახლება შეძამდეს როგორც Tower Defense-ში. აქ კიდე არის წინსაც ყველა სიტებია და რაღაცები დონატები, ანუ რობუქსების ისე და აფეკა ფარმი და ეს რა. აი მე აფეკას ფარმს დავტესავთ. კარგი, ჯერ ამ თავხმართავს მოკლამის მოკლაში და
ეხლა ეს თუ ვიყოლებ ძალიან კარგი იქნება. ანუ ჯერ ამის კლანჩეს გავხდები და მე ცეცხლი ჯადოქარზე წავარ. თუ ანიმეს უყურე ამ თამაში გაიარეთ. კიდე ამ თამაში არის სხვა ანიმების პერსონაჟები, მაგალითად One Piece იგერ ჩანს, Naruto, იგერ ადამიანი ბენზაპილა, კიდე JoJo, იგერ Bleach და ის რა ქვია, Black Clover-ით რაღაც რომა. ნახატებზე ალბათ ვინც ანიმეს უყურებდა მიხდებით და ვინც არ უყურებდა ვერ მიხდება. მგონი ის Black Clover-ი არ მახსოვს კარგად. ანიმეს უყურებდი ძალიან დიდი ხნის უკან. 1-2 წლის ან 3-4 წლის უკან კი შეიძლება უყურებდი ამ ანიმებს. ნუ Solo Leveling-ი ახლა ერთ-ერთი ახალი ანიმეა, როგორც ეს Place და ძალიან კარგი ანიმე მეცკო ბევრს მოეწონდა და ძალიან ბევრი ლайკი და ეს აქვს საიტზე. Equip Best და ეს რამდენი 17-ისა და ყველაზე კარგია მოდის 13-12 კარგია. ეხლა კიდე ამ ძალიან ძლიერ შესავაგროვებთ, მაგრამ ჯერ ყველა ერანგის ხოს აქ კიდე არის D რანგი, C რანგი, B რანგი, A რანგი და S რანგი. ანუ ვინც Solo Leveling-ს უყურებდა იმას მიხდება და ვინც Solo Leveling-ს არ უყურებდა აღაც დაგიხსნით რა. რომ ეს რა პერსონაჟია მეც ვერ ხვდები. მგონი ეს რანგ ანუ ის ვიღაც S რანგოვის რომ იყო რა. ადამიანი იყო S რანგოვი და ანუ ერთი გილდიას უფროსი. აქ რა გილდის კეთება შეგვიძლია. კაი გავაკეთეთ მე. აი ეხლა გავაკეთოთ და მე გავაკეთებ რაღაც დაჭირდება ალბათ. კი მგონი რაღაც ჭირდება მეკეთებაში, გილდიას კეთებაში. კიდევ ერთია კარგი. ჩემი ჯერ უფრო ძლიერდება მე 13. ლეველი მოსპროდი. კარგი სუპერდი დინაზია. აქ კიდე რამდენი პერსონაჟი მოვდება? კიდე ბევრი პერსონაჟია. ეს. ეს უფრო დიზია, ამიტომაც მაგიტომ შეცვალა ეს. პირველ ლეველის კარგი. არ გვინდა ხა პირველ ლეველის ძალიან სუსტი იქნება. 60 ამას ალბათ შეუძლება ეს მოკლას. თუ შეუძლებ ძალიან კარგი იქნება, რომ ძალიან ძლიერია. როგორც ვიცი, ანიმეში მისი ცეცხლის ძალები ძალიან მომწონდა. რაღაც რეიდ, ანუ ყველაზე რთულ რეიდებში მონაწილეობს. რაც პერსონაჟი ვნახეთ, ძალიან ძლიერია ჩანდა პირველად რომ დავინახეთ. მეგონა რომ, ანუ პირველად რომ ნახეთ ეს პერსონაჟი ანიმეში, მეგონა ყველაზე ძლიერია მეთქი. მთავარი გმირი ახლა შეიძლება უფრო ძლიერია, ანუ მეორე სეზონში უფრო ძლიერია ვიდრე ეს რა, მეორე სეზონში სონჯენმო ვაფშე გიჟი გახდა ვიღაც გიჟი გახდა, აგრეს ყველაფერს, ყველას უგებს. და რაღაც ძალიან დავაკეთებ ცოცხლეს. Kaneri ekledim. ისეთი ხმა არის რომ წმარი ხმა არა. კაი ვერ მოხდეს მე მის ცოცხლებს ეკეხი მოკლავთ. ეს მოკლჩობია. ეს რა უნდა უკმარლა. ეს მეთხე კრატორო. მითი თუ გარეთ. დამასკად დათკლავალი, კარგია. ეთქვით მეგობრებო დაალაგეთ და გამოიწერეთ ჩემი ხით და დავით კომენტარები. ესეთი კარგი პლეისი ვნახე, რამდენი ხანი ვეძებდი. რაღაც კარგი პლეისი. ანუ Roblox-ში ვერ მომხდარა კარგი პლეისი, მაგრამ რაღაც ისეთი საინტერესოა რა ჩვეულებრივი და ასეთ რაღაცას ვეძებდი. და ალბათ ხომ მოგეწონებათ. ძალიან კარგი ეფექტები აქვს მომწონს, მაგრამ Black Fruit-ის ეფექტებს და უფრო მომწონს. ან Tower Defense-ის ეფექტებიც კარგია ძალიან. კარგა მუზიკა კიდე. всё. ერთად დამჭირდა თელი ამის სიგნალები. всё, მოკლედ ეს. ეხლა რაც გონია რომ შევძლებ. ეხლა მგონია შევძლებ. ეს პირველ შეძლება. მაინც ცოტა. არა, ასე ან დოთ ვაკლებთ.
კარგი ახლა ოლდს და მოკდება რა. მეგობრებო 800-მდე ჩავიყვანეთ. ვაში დეთოსი და მალე მოვკლავთ უკვე. ლონგინ დიდი ხანი ვქავთ ძალიან. რამდენი 50,000 რამდენიმე წავაგრილი თქვე. მისი თითქმის თელი სიცოცხლე. დამთავრდება ბოლომდე ყველა სიცოცხლეს. ცოტა დარჩა ძალიან. բայց ძალიან დიდი ლეველს მიიღებენ. ჩემი ანუ შეერწერები ლონგინ. ალბათ ამ ლონგინს ავიღეთ. თუ ვერ აღებთ ძალიან იქნება. პირველი, მეორე. არ გამომივიდა, კარგი. ალბათ ძალიან გადაიქაჩეს. მე-18, მე-14, მე-15. კარგი არა უშავს. კარგი ახლა მოვყავდით ეს მე-6 ლეველის. ძალიან მეწყმის რო ვერ ავიღეთ. ცოტა კაი ამას მალე მოვკლავთ. თახმარბიც გადაჭედება ჩემი. ძალიან ეკაჩს, ძალიან დიდი დამაგი აქვს თქვი ჩემი. ამათ 18-ის კარგი უნანი აქვს ძალიან. თქვათ მოვკლავთ. არ ვიცი ეს რანგებს რატო აქვს ასეთი პატარა დამაგი და ისა ისე თუ ხარ იყო ანუ ეს ვიღაც იყო ეს რანგის და 100-ს რაღაცა თქ მიგვერს მეტრო ეს რანგი ყველაზე მაგარია და E რანგის ისინი ძალიან ბევრი წავაკრელი ძალიან დაგდებოდა ბევრი წავ და ჩემს ეს რანგებს უნდა კონტაქტ მილიონი მინიმუმ მილიონი მეტრო ყველაზე ძლიერი ყველაზე დიდი რანგია სოლო ლეველინგში და ზოგადად დებილობა მართალია ეს პასუხობაც ეს რანგის აქ E რანგისა და ისიც მაგრამ E რანგის არიან და აქ ნიტავს სონჯენუარის თუ არის ძალიან კარგი იქნება რომ სოლო ლეველინგის თავარი გმირი და სოლო ლეველინგის თამაში არ არის ძალიან დებილობა იქნება თუ მასე არის ძალიან დებილობა თუ სონჯენუარა მართლა დებილობა იქნება არ მომდი შევდოქრე მოვგათ ძალიან ლოდ კაჩები ამასთან მართლა ძალიან მალე ვიკაჩები ძალიან დიდი მაგალითია ესეც ანუ ეს ყველაზე სუსტი ერთ ეს ყველაზე სუსტი ჩიმულში ყველაზე სუსტი სენი ხალხი რაფერს რაკეთებენ თითქმის რამდენს უკლებენ და მას რამდენი სიცოცხლე აქვს ძალიან სუსტია დრაკონზე როგორ დაფრინავდა ესე რა მეგონა რაღაცა მეთქი რაღაცა რა უჭირავს ხელში მაინტერესებს ახლა სხვა ლოკაციებზე როგორ იქნება ყველაფერი ძალიან მაინტერესებს ჯოჯოზე ეს ქვია შაუ კლევერზე ნარუტოზე One Piece-ზე რა ქვია კიდე ახალია მაგრამ 80,000 მას კარგით რა 80,000 10 ამას ის ვაკეთებ სოცხლეს ხეს მოგდეს მალე უნდა მოგულთათ ესე ცოტა უყურს სოცხლე ესე ვიდეო ამათ უფრო მალე ეკაჩება ვიდრე იმათ უფრო და სოცხლე ვიდრე ამათ კარგი ჯერჯერობით ძლევთ ამათ ჯერჯერობით ალბათ სხვა ლოკაციებზე უფრო რთული იქნება თუ უფრო რთული იქნება რაღა აზრი გამთამაში თუ ასე ადვილად იქნება როგორც პირველ ლოკაციაზე ძალიან გამიკვირდება ბევრი თამაშობს ახლა ტყულ უბრალოდ ნახოთ მაგრამ წესით უფრო რთული უნდა იყოს იმიტომ რომ პირველ ლოკაცია და პირველ ლოკაციაში ნუბებს ხომ ვიცი მე ყველაზე რთული მასამაშა ყველაზე ძლიერი პერსონაჟებს თანაც რთული მოს ძლივს ერანგის ესეც equipest დავსიეს გავყიდოთ 99 და ხა ჩვენ ჯო დაგადატესტოთ ეს ანუ ყავს მეჭი ეს მიყოლა დიდიც არის და იმის ძალა მაინტერესებს ვაუ ერთს
თავიდან გამოგინოს შორს გავარ. კიდევ უფრო შორს გავარ. უკვე ისქნეს. უბრალოდ ვერქნეს. კარგი, რაღაც ასე ხომას სახის ზევიდან. 100 ჭიდო ქრომა მგონი არ ქონდა მაგაში. არ ვიცი. გონი ხა ანიმეში ამის ძალებს მონახეს ნახოთ. ანიმეში არ უყურებ უფრო იმას უფრო მანგა მაგ წაკითხული. და ვიცი რა მოხდა მაგ არ ვიცი. კარგი ეს რა ვიღეთ. გამაცემს მართალია ყველაზე დაწყებით ის, მაგრამ ძალიან ბევრი ცოცხლი აქვს. კარგი ხალხს მალე მოვკლავთ. ძალიან რთული არ არის. ძალიან ძლიერია. ამისალა მაინტერესებს, ვისაც ვკლავთ. რა კარგი არ მივიტევენ, თუ რა ესენი მიტევდნენ, უკვე მოვკლავდინათ ჯერ. რაც ანუ ზოგ პლეისებში ასეთ რაღაც პლეისებში არის, ანუ რაღაცები დაიყიდო, ფულად უნდა იყიდო, ეს პიტომსები დაქონე, აგდებ და ანუ თორდა უფრო ისი, რაღაც კარგი გეიმპლეია ვიდრე, მაშინ დრო ყიდო უბრალოდ რა არის, მოსაწყეთში რაღაცა. ნებისმიერ დონატერი შეუძლია მალე აკაჩოს მასა თამაშებს, შემდრო 9 მილიარდი მას ჩანს, ფულს და გახსნია ყველაფერს. ყველას მაგარის უკვე აქვს. და ეს ყველაფერი გაფიქრებული, ანუ ყველა ტროლი აჭერჭერობით. მაგრამ არ ვიტყოდ იმიტომ რომ ფიზეთი ავტოატაკა, 2x, 2x-ში ავტოკლიკი, equip, x2 გემი, დამატებითი სლოტი. მაგრამ ახაც ფულზე ეს ფული თითქმის არაფერს შესაჭირო. თითქმის არაფერს შესაჭირო ეს ფული. და ეგ ყველაფერს შესაჭირო. ატულად ხდება ახლა. ანუ წეგან რთულად ხდებოდნენ და ახლა უფრო რთულად ხდება, რომ ძალიან გავძლიერდი. ისე კარგი აქ მალე ვქაჩებით. ძალიან კარგია. როგორც King Legacy-ში. ვიქაჩებით აქაც. არა, მიდემს გადასხდება. კარგი, თავი დავანებოთ. მოდით კიდევ ეს გვინდა, იმიტომ რომ ძალიან ძლიერია და ეს რომელამდე გაიკაჩა. მეშვიდე ლეველამდე 25 და 22. ეს 25 მაქსიმუმი არ არის. გონი მის მაქსიმუმი იყოს 25 ლეველი. ამავე ხოთ ამას მოკლოთ და კიდე იკაჩება 50 ძალიან კარგია. ამიტომ ძალიან ძლიერი იქნება 50 ლეველი ჩემი აზრით. ერანგი რომა ეს ფანზობა, ანუ ერანგი ყველაზე სლაბი რანგი. ერანგი შემოდის დერანგი. დერანგის შემდეგ მოდის ცერანგი. კარგი გავაგზავნოთ ახლა. დერანგი ახლა ვიღაცას ლიერბოს ანუ ევრშეტულ ზაქნია დასასვლელი რომა და ამას ყავთ ვიღაცასთან ერთად და ალბათ ის ძალიან ძლიერია და ალბათ მომცემენ რომ დავი ანუ გავაცვლო შანს მომცემენ ალბათ თუ არ მომცემენ ძალიან ცუდი იქნება მე დავიწყე ეს უფრო კი თოჩი დერანგისა ყველაზე ძლიერი გამოდის რაღაც ჩემ გუნდში ეს ასექსიურონი მეთე ლეველის ძალიან ძლიერი გამოდის უკვე ჩემი გუნდი DPS-ი უკვე მხელამა მარტო ერთი დერანგი დამჭირდა რომ DPS-ი უკვე დიდი მქონდეს რანაირი ძალია რა თუ ეს თან ეხმარება მის კლასში ადვილად მოვუგებ რა და გარეშე ალბათ 9 წელი ვერ მოვკლავ რგია კიდე აქანი კიდე იმის ნახვა შეგვიძლია სიტის და ყველაფრის აქ მოვუტები ანუ მიხცი რასაც დადიოდა ეს ამენი აქ მოვუტები კიდე და მის დამატება ეწუთ აქ როგორია ეს უბრალოდ დადის როგორც მაგალითად ცხენი ეს წყალში როგორც გემი და ეს და ანუ ეს მოვუტებს როგორც დრაკონი წეღანდები რომ იყო მას ის იმისნაირად და დავიჭირე სუდია ერთა ვიჭირე
როგორც ვიცი ეს ჩემი ჯარი, რომ აცოცხლებ ეს მაძლიერებს მე. იქასეთ რაც პროდის ჯარი თუ გადაგკრამ. მე ხლა მე მაგ D რანგის ისა. მაგრამ თვითონ D რანგის მე არ ვარ. ნუ რანგ არ მაქვს რანგი. რანგი როგორ მივიღო არ ვიცი. ეკო მართლა არ ვიცი. ეხა მარტო მივიღო. უხრის ერთის ეს ჩვენი ახალისა რაღაც ლავაზ აკეთებს ანუ თუ დაცხილ თუ რაცა ხო ეს უბრალოდ გასთან მიყურებს ყველა დერანგის ყავს ერთი ერანგის და დანარჩენი ყველა ორი დერანგის დანარჩენი ყველა ჩვეულებრივი ვიღაც მაუნტი არის ტიგერი ეს როგორ უნდა ნახო არ ვიცი არ ვიცი გონი ეს მონტები და სპაუნდებოდნენ, რომ მეტი ნახვა არ ვიცი. ან აფეკა ფარმზე. მარტო ის არის მეტი არ ვიცი მართლა. კიდე thank you რა. ეს რა ხდება რა? რა მესიჯი მოდის? Join the game. რაღაც thank you что ისა და ესა. კარგი, ერთი დერანგის ყავს, დანარჩენი ყველა ერანგის. ყველა დერანგის მჭირდება. დედაცდა. ეს აღარ მეხმარება. მის გარშე თუ ძალიან ძლიერი ვარ. და კიდე ეს დავიჯერო უკვე ალბათ შემიძლება სხვა ლოკაციაზე გადავიდე. ალბათ სხვა ლოკაციაზე გადასვლას მაგრამ მე მინდა ხლა ტიპისგან გავუხსნათ მთელი გუნდი. რომ ყველა ასეთი ყავდეს და ძლიერი გავხდები და მე გადავარ სხვა ლოკაციაზე. არ ვიცი ამ შემთხვევაში ლოკაცია მოდის. ალბათ აკეწერებ. leveling city ამბოწებით ისეთი მე glass village მივხვდი. შემდეგი არის Naruto-ს ისა. რომ მეშლუკეს ალბათ ეს სწორად არის რომ ამაში მაქონდა წავდი მე აქ უნდა წავდი მე აქ და მე აქ. ორი თავისე არც თუ და თაუნები არის. ძალიან ბევრი თაუნია. ძალიან კარგი. კარგეს უკვე მოვგალით. ძალიან ზუსტად დარჩა. თითქმის 2000 DPS მაქვს. არავე გავაჩინე ეს. ცოტა კაი მე ქოიჩავდეთ. და ერთი შტო ხარ მინდა. რაღაცა არ მოკლა. კაი მოკლა ბოლომდე. კარგი. კავს. всё გავაცხადე. და აკვებს და ეს უკვე არ ნაჭირდება. გავიდოთ. ეს მე 21 ლეველი. კიდე არის დიდის. ერთ წამდა ხო წერია. რა როდის მოდის ამაზე ძლიერი კიდე ვიღაცა ალბათ ის ამის რა ქვია. ის ხო ის იქნება ძლიერი. წამს და განახეთ. სახელი ალფა თუ რაღაცა ამის. კარგი. აი ხომ ეს მოგოთ. გასამბროლ ლეველი ავეკაჩოთ. ლევლის კაჩვაზე გამოდმოთ. კარგი ახლა შემდეგი არახის რამდენი უნდა რასეთი გავაკეთო რომ ნახოთ შემდეგი არახს რამდენი თუ ავაგროთ შემდეგი ასე იგი 900 კი ავაგროთ და 2000 და მოდი 2000 ავაგროთ ან 4000 ავაგროთ აქ ის რომ ამაზე მომდებოდ ეს ამ ორი შუაში და კიდე ვიღაცაზე ვიცი ну აგერ მასალე აგერ რაღაც ანტმენი ანუ ალბათ მის ხა როგორ ახსნა კარგი ну რომაჩასთან წარკავს ანუ ალბათ მის მეფე სახელი როგორ იყო ანუ მეორე სეზონში სონჯენ ანუ რაღაც მასე რომ წავიდნენ ეს რანგის ჰანტერები და მოკლა რომ უნდათ მათი ანუ
ვიღაც კინგი მოვიდა და ყველა მოვგო და ახლა მარტოა ერთ. Leveling City რაღაც dungeon. ერთად თუ Leveling City არის, მე ვნახოთ და dungeon გავიაროთ. თუ გავიართ, რაღაც გონი გავიარ. Dungeons. აქ შეიძლება დასპონდეს dungeon-ი. იქ ვიღაც დარბის ლოდაკა. აქ მოვიდა, არ ვიცი. სად დამართ. კარგი მეგობრებო, dungeon ნახე და გთხოვ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და დადოთ კომენტარი. და მეც მეგეშვები, კარგად.